2-8. 2-8-ის პირველი ფრჩხილების გახსნა გვაქვს. ანუ ჯერ პირველ რიგში უნდა გავხსნათ ფრჩხილები. ფრჩხილები იხსნება თუ ფრჩხილის წინ ნიშანი არ წერია ან პლუსი ნიშანი წერია, იხსნება ზუსტად იმავე ნიშნით, რაც ფრჩხილებში გვწერია რიცხვები, ლადები, ანუ ფრჩხილი რო გავხსნათ, მივიღებთ x კვადრატს პლუს 2xy პლუს y კვადრატი, ანუ ნიშანი არ შევცვალეთ და მეორეგან 2xy მინუს x კვადრატი და მინუს y კვადრატი. შემდეგ უნდა დავაჯგუფოთ მსგავსი წევრები ერთად, x კვადრატი და მინუს x კვადრატი ერთად დავაჯგუფოთ, x კვადრატი გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ და ფრჩხილებში მივიღებთ კოეფიციენტებს 1-1. შემდეგი დავაჯგუფეთ xy, 2xy ერთად და პლუს 2xy ერთად. ფრჩხილებს გარეთ გავიტანეთ xy და მივიღეთ 2+2 xy. შემდეგი წევრები არიან y კვადრატი პლუს y კვადრატი და მინუს y კვადრატი. y კვადრატი ფრჩხილებს გარეთ რო გავიტანეთ, კოეფიციენტები მივიღეთ 1 და -1. ანუ 1-1. ანუ x კვადრატის წინ კოეფიციენტი 1-1 ნულია, ამიტომ არ დავწერეთ. 2+2 4-ია და 4xy დავწერეთ. 1-1 აქაც y კვადრატის წინ კოეფიციენტი ნულია. პასუხი მივიღეთ 4xy. გადავიდეთ მეორეზე. მეორეშიც პირველ რიგში ფრჩხილები უნდა გავხსნათ. პირველ ფრჩხილის წინ ნიშანი არ წერია და მეორე ფრჩხილის წინ პლუსი წერია. ანუ ფრჩხილში ცვლადებს რა კოეფიციენტებიც აქვს, რა ნიშნებიც აქვს, ზუსტად იმ ნიშნებით უნდა გადავიწეროთ და გადავიწერეთ. მივიღეთ 5m კვადრატს მინუს 5m პლუს 3 მინუს 4m კვადრატს მინუს 5m მინუს 3. შემდეგ უნდა დავაჯგუფოთ ერთად 5m კვადრატი და მინუს 4m კვადრატი დავაჯგუფოთ ერთად. m კვადრატს ფრჩხილებს გარეთ რო გავიტანთ, კოეფიციენტები უნდა შევკრიბოთ და არის 5-4. შემდეგი არის მინუს 5m და მინუს 5m. m-ს ფრჩხილებს გარეთ რო გავიტანთ, მივიღებთ -5-5. 3 და -3 ერთად. 3-ს მინუს 3 ერთად. 5-4 არის 1, -5 არის -10, ანუ მივიღეთ m კვადრატს -10. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის მესამე 2y კვადრატს მინუს 4y მინუს 1 პირველ ფრჩხილში გვიწერია, მინუს 1 პლუს 4y მინუს 2y კვადრატი მეორე ფრჩხილში გვიწერია. ფრჩხილები რო გავხსნათ, ფრჩხილის წინ კოეფიციენტები არ გვიწერია, ამიტომ ნიშანი ფრჩხილში არც ერთ წევრს არ უნდა შევუცვალოთ. გახსნის შემდეგ დავაჯგუფოთ ერთად 2y კვადრატი და მინუს 2y კვადრატი ერთად იქნება, y კვადრატს ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ, ფრჩხილებში მივიღებთ 2-2. შემდეგი დავაჯგუფოთ -4y და +4y ერთად, y-ს რო ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ, მივიღებთ -4 + 4 კოეფიციენტად და -1 და -1 ერთად. 2-2 არის 0, -4 + 4-იც არის 0, 1-1 არის -2. ანუ მარტო -2 მივიღეთ. ცვლადის წინ კოეფიციენტები გაბათილდა და დაგვრჩა მეოთხე. მეოთხეშიც ფრჩხილები უნდა გავხსნათ. ფრჩხილის წინ პლუსი და ნიშანი არ წერია, ანუ ფრჩხილში მყოფ წევრებს ნიშანი არ უნდა შევუცვალოთ. გადავიწეროთ იმავე ნიშნით, რაც ფრჩხილებში გვეწერა, ანუ 10-ია -6b +5c -4d +9a -2b -4c და +2d. დავაჯგუფოთ ერთად მსგავსი წევრები 10-ია და 9-ა ერთად იქნება, 100-ს რო ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ, მივიღეთ 10 + 9, რაც არის 19-ა. შემდეგი არის -6b და -2b. b-ს რო ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ, მივიღეთ -6 -2b, რაც არის -8b. შემდეგი არის 5c და 4-c. c-ს რო ფრჩხილებს გარეთ გავიტანთ, მივიღეთ 5-4c. 5-4 არის 1.
და დავუმატეთ c. 1-ს წინ კოეფიციენტად არ ვწერთ. წერება მარტო პლუს. და დაგვრჩა რა? -4d და +2d. d გავიტანეთ ფრჩხილებს გარეთ და ფრჩხილებში მივიღეთ -4-ს + 2. -4-ს + 2 არის -2. ანუ დავწერეთ -2d. ანუ პასუხი იქნება 1900 - 8b + c და -2d.